როგორ ხდება კბილების გათეთრება და რატომ ნიშნავთ თეთრ დიეტას? როდესაც კბილზე მათეთრებელ გელს უსვამთ, მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტი პეროქსიდი იშლება და გამოყოფს აქტიურ ჟანგბადს, რომელიც თავისუფლად გადის მინანქრის მიკროსკოპულ ფორმებს და შედის შიდა ფენებში, დენტინის ფენაში, სადაც არის მუქი პიგმენტი და მას უფერულ პიგმენტად გადააქცევს, რის შედეგადაც ხდება კბილი თეთრი. რატომ იმატებს გრძნობელობა გათეთრების დროს? დენტინში გადის ათასობით მიკროსკოპული მილაკი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ნერვთან. როდესაც მათეთრებელი გელი მინანქრის ფორებს გადის, ამ დროს მინანქრის ფორები, ასე ვთქვათ, კარგავს თავის სითხეს და უფრო მგრძნობიარე ხდება ტემპერატურაზე, ჰაერის ნაკადზე. თუმცა ეს ყველაფერი შექცევადია და 24 საათში აღდგება. რატომ ინიშნება თეთრი დიეტა გათეთრების შემდეგ? სწორედ ამ ღია ფორების და დეჰიდრატაციის გამო პროცედურის შემდეგ კბილი ემსგავსება მშრალ ხრუბელს, რომელიც მზად არის გარემოდან ნებისმიერ რამ ინტენსიურად შეიწოვოს. თუ ამ დროს მიიღებთ ყავას, ჩაის, წითელ ღვინოს, კბილი მომენტალურად შეიწოვს პიგმენტს და გათეთრების ეფექტი დაიკარგება. ამიტომ სანამ კბილი ნერწყვიდან მინერალებს აღიდგენს და დაიხურება ფორები, მანამდე ინიშნება ხოლმე თეთრი დიეტა. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი და კომენტარებში ველოდებით თქვენს კითხვებს.